სულ უფრო მეტი ფერმერი იყენებს დედამიწის თანამგზავრების მიერ კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებს საკუთარი საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით. თუმცა ჩრდილოეთ ევროპაში ხშირია მოღრუბლული ცა, რაც თანამგზავრულ სისტემას საქმიანობას ხელს უშლის. პოლონურმა კომპანიამ გამოსავალი იპოვა. თანამგზავრმა ღრუბლის მიღმა კადრის გარჩევა რომ შეძლოს, ამაში მას სინთეზური აპარატურის რადარის ტექნიკა ეხმარება. ეს ტექნოლოგია საკუთარ მიკროტალღებს გზავნის დედამიწაზე, სადაც ამ ტალღებს მინდვრების ზედაპირი აირეკლავს და უკან თანამგზავრზე გაგზავნის. მას ფოტოების გადაღება დღისითაც შეუძლია და ღამითაც. ის ღრუბლისა და ნისლის ფენაშიც აღწევს ოპტიკური ფოტოსგან განსხვავებით, რომელსაც ღრუბელი დიდ პრობლემას უქმნის. ამ ტექნოლოგიის აგრონომიულ ექსპერტულ ცოდნასთან დაკავშირების შედეგად კომპანია ვაზატმა შექმნა ციფრული პლატფორმა ფერტისტატი, რომელიც ფერმერებს რეკომენდაციებს აძლევს სასუქთან დაკავშირებით და რუკებსაც აწვდის. რაფსის ამ ზამთრის ნათესის მენეჯერისთვის ფერტისტატი ჩვეულებრივ სამუშაო იარაღად იქცა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ დავადგინოთ თუ რა რაოდენობის სასუქი სჭირდება მარცვლეულს. ჩვენი მიზანია სასუქის თანაბრად განაწილება მთელ ყანაში, რათა უკეთესი მოსავალი მივიღოთ. გარდა ამისა, გვინდა თავიდან ავიცილოთ სასუქის ჭარბი დოზირება, ისეთ ნათესებში, სადაც სასუქი ნაკლებად ეფექტურია. ამ გზით გარემოსაც დავიცავთ, რადგან აზოტს აღარ მივცემთ საშუალებას, რომ ნიადაგის ფენებში ღრმად ჩააღწიოს. გარემოს დაცვის გარდა ფერტისტატი ეკონომიკურ უპირატესობასაც ანიჭებს მომხმარებელს. ამბობს კომპანია პროკამის წარმომადგენელი. პროკამი აგრარული საკითხების ერთ-ერთი მოწინავე საკონსულტაციო და სადისტრიბუციო კომპანიაა პოლონეთში. თუ რადარზე დაფუძნებულ ტექნოლოგიასა და მის მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებს რამდენიმე მოსავლის მოსაყვანად გამოიყენებ. ერთ სეზონზე სასუქის რაოდენობა 10-15%-ით მცირდება, რაც მნიშვნელოვანი დანაზოგია. W skali jednego sezonu, co doskonale przekłada się na te duże oszczędności. ფერტისტატის რადარის მომსახურების მთლიანი ბიუჯეტი 778,800 ევროა. ამ თანხის 80% ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა. ვაზატმა მიიღო რეგიო სტარსის ჯილდო, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ყველაზე წარმატებულ პროექტებს ენიჭებათ. პოლონეთში მიღწეული წარმატების შემდეგ ვაზატი გეგმავს, რომ ფერტისტატი მთელ ევროპაში გაიტანოს. ეს ტექნოლოგია ევროკავშირში გაზრდის სოფლის მეურნეობის სექტორის მოგებას, გააუმჯობესებს ვითარებას გარემოს დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების სფეროებში.